დან გზა ესე მიდიოდა რა გზა და მათი გამოიყვანათ და გაიყვანათ ხელით რა რომ ენახე იმისა მენახა და ზუსტად 3 საათზე ვდგავარ ფანჯარასთან და წარმოიდგინე 1 საათია ვდგავარ ველოდები როდის მოვა 3 საათი და ზუსტად იმ 3-ს რო აკლდა 2 წუთი თუ 3 წუთი ისე ჩამძინებია და მათე 3ჯერ გამოუყვანია და იმათმა იცოდნენ რომ მე ვნახე, მაგრამ არ მინახია და მათე წაუყვანიათ, მე კიდე ძალიან იმ დონეზე ვინერვიულე რომ გადავიტანდი თუ არა არ მეგონა. ახლა წიგნის წერა და სათაური. ეს პირველად მათეს რო შევხვდი და რო 3 წუთი დამიმატეს, ესეთი გაბრაზებული, როგორ ვიყავი, იცი, იმდენად გაბრაზებული ვიყავი ჩემ თავზე რომ რატო ვერ დავილაპარაკე და გადამიყვანეს ოთახში და ოთახში რომ გადამიყვანეს ჩავედი ქვევით არის ადმინისტრაცია თხოვე ფურცლები და დავიწყე წერა ეს წიგნის სიმწარემ დამაწერია ესეთი გამწარებული ვიყავი რომ ავდექი და ეს წიგნი დავწერე და ეს წიგნი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც სხვა 8 წიგნი მთლიანობაში იქნება 9 წიგნი ახლა რატო ვიმყოფები თქვათ აქ ხო ეს არის ადგილი სადაც შემიძლია ეს წიგნი დავამთავრო და კიდევ ერჯერ დიდ მადლობას ვუხდი ამ სასტუმროს ადმინისტრაციას რთულია ციხე და რატომ და მაინც ეს სახელი წიგნზე ახლა ციხე ზოგადად ყველასთვის რთულია ციხე დალხინებული ესეთი არ არსებობს ციხე არის როგორ არის ისეთ სიკვდილის შემდეგ არის ციხე. უბრალოდ მე მაინც ჩემი სახელი და გვარით ვიყავი თვითონ ადმინისტრაცია და ხელმძღვანელობასთან არასდროს არაფერი პრობლემა არ მქონია. ციხის თანამშრომლები თითქმის 50-70%-ს ვიცნობდი, ვისაც არ ვიცნობდი, ისინიც გავიცანი და ჩემთვის მაგალითად 6 წელი ისე დავამთავრე, რომ არასდროს ჩემთვის ბიჭო არავის არ უკადრებია. იყო ციხის ხელმძღვანელობა, რომელიც არ არსებობდა არც ერთი რამდენი ციხის უფროსი შევიცვალე, ხო, თქვათ, მერვე დაწესებულებიდან მე-12-ში გადამიყვანეს, თქვათ, ხო? არასდროს ჩემთვის ბიჭო არავის არ უკადრებია, არც ხელმძღვანელობას, არც ნებისმიერ თანამშრომელს და არც თვითონ პატიმრებს. ბატონო გელა, ასევე გვაინტერესებს როგორ გექცეოდნენ ციხის თანამშრომლები და როგორი ადამიანები არიან ზოგადად. ციხის ხელმძღვანელობა